მეგობრებო, ესეთი გაშლანა შემოგთავაზოთ ახლა და გაგიკეთოთ. თემა იქნება ასეთი. თეფ თქვენ თავ და თქვენი პარტნიორი. და მე შევეცდები ხა მაქსიმალურად გავიგო, რას გიმალავთ, ვინს გიმალავთ თქვენი პარტნიორი. შეიძლება გაქვთ კომუნიკაცია თუ არ გაქვთ, ამაზე არ არის ეს გაშლა. უბრალოდ აქვს თუ არა მას რამე ისეთი, რასაც გიმალავთ, არ გეუბნებათ. შეიძლება სიყვარულს არ გიხსნით, უბრალოდ პირდაპირ გაგებით და ამას გიმალავთ, მაგრამ ურთიერთობა გაქვთ. ან არ გაქვთ, რაღაც დისტანციებზე ხართ, გავიგოთ ახლა. ამ გაშლაში ლაიკები არ დაგეზაროთ, ძალიან გთხოვთ, გამოწერა არ დაგეზაროთ და ყველასთვის საერთო გაშლა რომ ვერ იმოქმედებს და აბსოლუტურად ყველა გაშლა ყველაზე არ იქნება ლოგიკურია, მეგობრებო, ამას ნუ მიწერთ ხოლმე კომენტარებში. ეს ჩემზე არ არის და სიცილები. აი ესეთი სიცილები და ესეთი ირონიული, სარკაზმული კომენტარები და მისი ავტორებიც დაიბლოკებიან შესაბამისად ჩემ გვერდზე, იმიტომ რომ მე ამჭირდება რაოდენობის მიხედვით კომენტარები, მე მჭირდება უბრალოდ ადამიანები, ვისაც ვაწვდი ინფორმაციას, ვისაც ჭირდება ჩემგან მიწოდებული ინფორმაცია, იმიტომ რომ რაღაცა საშუალებები არ აქვთ ყოველას რომ გააკეთონ პირადი გაშლები ჩემთან. პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ირონიული და რაღაცა სულელური მონაწერები და მისი ავტორები პირდაპირ მიდიან ხოლმე შავსიაში, გაითვალისწინეთ. ნუ რა ვიცი, ხა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს აი ესეთ უაზრო SMS-ებს და კომენტარებს. ყველა პირადში მონაწერს თუ კომენტარს, ყველას ვკითხულობ და ვეცნობი. გავიგოთ ახლა, რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა, პატარა იდენტიფიკაციაში ჩავატარებ, რა ხდება თქვენ ურთიერთობაში და ვინ ხართ თქვენ ამ ურთიერთობაში. თქვენ ურთიერთობაში არის რვიანხმალი, ეს არის პირდაპირ კარტი გვაჩვენებს, რომ გინდათ რომ დაინახოთ რაღაცა გამოსავალი, მაგრამ თქვენი ფიქრები, თქვენი ასე ვთქვათ დეპრესიული მდგომარეობა, რომელსაც პრინციპში რვიანხმლით საკუთარი ფიქრებიდან გამომდინარე შენ თავს კუთხეში აყენებ და გამოსავალს ვერ ხედავ თითქოს ამ ურთიერთობაში, რომ აი რაღაცა გინდა რომ დაინახო, მაგრამ სარკეში რო იხედები, პირდაპირ მნიშვნელობით სარკე არ არის, ანუ რაღაცა ფიქრს რომ ფიქრში იძირები, ასე ვთქვათ, ვერ ხედავ. ხელები შეკრული გაქვს, მოქმედების საშუალება არ გაქვს თითქოს შენი მხრიდან, თითქოს რაღაცნაირად კუთხეში ხარ, თითქოს მსხვერპლის როლში ხარ, თითქოს ვერაფერს ვერ ხედავ, რა შეიძლება ამ ადამიანთან იყოს ურთიერთობაში, კალოდის ძირში ამოდის მაღალი არკანი მე-15. ეს არის ეშმაკი, ეს არის ძალიან დიდი მიზიდულობა, ძალიან დიდი ენერგეტიკული ჯაჭვი, არა მხოლოდ თქვენი მხრიდან, ეს არის როგორც წესი ორივე მხრიდან, ეს არის ადამიანთან როცა რთულია ურთიერთობა, მის გარეშე კიდევ უფრო რთულია და ძალიან დაბალ ვიბრაციებში გაგდებს. ვიბრაციები შეიძლება იყოს ანუ მაქსიმალური, დავიწყოთ იქედან რომ მეჭვიანობა იმ ადამიანზე არის თუ არ არის წარმოიდგენ რომ შეიძლება სხვასთან ღალატობს, რომ შეიძლება სხვასთან დადის, რომ შეიძლება შენ მარტო კი არ წერს, სხვასაც წერს და გამომწერები ემატება და იმატებს, ასევე შეიძლება გაგდებთ დაბალ ვიბრაციაში იქითკენ რომ არ ვიცი, გაშლა ორივე სქესია და ყველას ჩამოვთვლი, ანუ თქვენ თავზე მოიდგეთ გაშლაში რომ უყურებთ. შეიძლება ეს იყოს ალკოჰოლ დამოკიდებულება, მოსაწევ ნარკოტიკული საშუალებების მიმართ დამოკიდებულება, დამაძინებელი დამაწყნარებლების მიმართ დამოკიდებულება, რომ აი თუ რამე დამამშვიდებელს არ დალებთ, ვერ იძინებთ, იმიტომ რომ გამუდმებით ეს ენერგეტიკა, მასე ფიქრის და მიჯაჭვულობის და ეს დეპრესიული მდგომარეობა დაბალ ვიბრაციაში გაგდებთ. ასევე შეიძლება იყოს რაღაც ნაწილი ისეთი ადამიანებიც, ვინც მისგან ფულადი რაღაცა სახსრების, ასე ვთქვათ, დახმარების მხრივ მისგან ღებულობთ ხოლმე, ასე ვთქვათ, დებს ეს ადამიანი იმფინას, რის გამოც შეიძლება ოჯახურ ურთიერთობას ვერ ანგრევთ, ყველანაირ ადამიანზეა ეს გაშლა, ოჯახურში ხართ თუ არა, ოჯახურში თუ სამკუთხედში, ეს თემა არ განიხილება, უბრალოდ რას გიმალავთ ის გვაინტერესებს, მაგრამ შეიძლება მამაკაცისგან, თქვათ, ოჯახური სტაბილურობის შეგრძნება გაქვთ, ფინანსური სიმყარის შეგრძნება გაქვთ და ვერ ანგრევთ, ასე ვთქვათ, ვერ დგამთ იმ ნაბიჯს, რომ აი სამუდამოდ
ასე ვთქვათ, დაასრულოთ წერტილი დასვათ ამ ურთიერთობებში. ყველანაირი ადამიანისთვის იქნება ეს გაშლა. უბრალოდ გაშლის თემატიკა ის არის, რომ ყველა შეიძლება არ მოერგოს ენერგეტიკულად გეტყვით, რას გიმალავთ, ან ვინმეს გიმალავთ თუ არა, საერთოდ თქვენი პარტნიორი. მაღალი არკანი ამოდის ასევე მე-11 იუსტიცია, ეს შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორის ენერგეტიკა, რომ წარმოადგენდეს კონკრეტულად სასწორის ნიშანს, ან თქვენი შესაძლებელია ამასაც არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ სასწორის ნიშანია დიპლომატია, დაბალანსება, კანონიერება, ასე ვთქვათ, შვიდი და დიპლომატიური ხერხით მიდგომა სიტუაციის მიმართ. შეიძლება უბრალოდ ურთიერთობა გაქვთ ისეთი დიპლომატიური, მაგრამ თქვენი შიშები და ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობა გაკავშირებთ ამ ადამიანთან, ასევე მისი მხრიდან არის თითქოს ჩვენება იმისი, რომ დიპლომატიაა თქვენ ურთიერთობაში, მაგრამ რაღაცნაირ დაბალ ვიბრაციაში აქდებთ. შესაძლებელია ქალების გარემოცვა ძალიან უყვარს, შესაძლებელია თამაში უყვარს, ყველანაირი დაბალი ვიბრაცია თუ რამე არსებობს აბსოლუტურად ამ დედამიწაზე ყოველდღიურობაში, რასაც ჩვენ შევიგრძნობთ, ეს არის ეშმაკის კარტით, ეს არის კიდევ ვიმეორებ, ნარკოდამოკიდებულება, ალკოდამოკიდებულება, ქალების მიმართ უაზროებული და გადამეტებული, ასე ვთქვათ, ყველა ქალის სოციალურ ქსელში გამოწერა იქნება, თუ თვალიერება იქნება, თუ ამითი კმაყოფილების მიღება და თან ვერ გაკმაყოფილებს, იმიტომ რომ ამ ადამიანთან ხარ მიჯაჭვული, აი ესეთი მდგომარეობა. თუ ატყობთ, რომ თქვენია ეს გაშლა, გავიგოთ, მაშინ გიმალავთ თუ არა საერთოდ რამეს, პირველი კითხვა ესეთი იქნება ჩემი. რაღაცა აქვს ჩადებული, რასთან დაკავშირებით, 7-იან პენტაკლით. იმპერატორია მეუბნებიან, ეს არის ადამიანი, ან თქვენი მეუღლე კონკრეტულად, როცა ამ გაშლას უყურებთ, ან ვიღაცის მეუღლე და ასე ვთქვათ, იმპერატორული თავისი სტატუსის ჩვენება ამ კარტით შესაძლებელია. პენტაკლის მეფე ამოდის კალოდის ძირში, ეს არის მეუღლის კარტი, ეს არის ადამიანი ფინანსების ასე ვთქვათ, კარგად მიმღები, კარგად გამნაწილებელი, ძალიან მეფეა ეს უკვე, ეს არ არის ძალიან ნელა, ასე ვთქვათ, შიშით ნაბიჯებით და კუს ნაბიჯებით მდგომარე პრინცი პენტაკლი, რომელიც ძალიან ერთ ნაბიჯს რო წინ დგავს, ორს უკან დგავს, ეს არის უკვე მეფე, რომელმაც თავისი, ასე ვთქვათ, ბიზნესი აქვს თუ თავისი საქმიანობა აქვს და ხელფასი აქვს ძალიან კარგი, ან მყარი სტატუსი აქვს სამუშაო რეჟიმში და რაღაცნაირი სტაბილურობა თავისი უკვე შექმნილი აქვს და მიღებული აქვს აი მთელი თავის ცხოვრება, სადაც ენერგიას დებდა იმ საქმიანობით. მაგრამ ყველა ვარიანტში ეს ადამიანი არის ან თქვენი, ან ვიღაცის მეუღლე, ასევე იმპერატორი შესაძლებელია იყოს კონკრეტულად თქვენ სამუშაო რეჟიმში, თქვენი მენეჯერის, თქვენი უფროსის, დირექტორის, წარმოების ხელმძღვანელის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ფიგურის კარტი შეიძლება ასეც წარმოადგენდეს, ვინმეს მეუღლე არ იყოს არც თქვენი, მაგრამ ასე ვთქვათ, ესეთი მთავარი მენეჯერი, მთავარი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყოს თქვენ სამუშაო რეჟიმში, ამასაც იმპერატორი წარმოადგენს, ადამიანი, რომელიც შეიძლება ხშირად წინ მიდის, არ ტორმუზდება არც ერთ ვარიანტში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მიწისტიქიას წარმოადგენდეს თქვენი პარტნიორი, ეს არის კურო, ქალწული ან თხის წარმომადგენელი, მაგრამ აუცილებელი არ არის საერთო გაშლაში, ძალიან მყარი ფინანსური, ასე ვთქვათ, ფუძე აქვს ამ ადამიანს, სადავეები მის ხელში აღებული, შესაძლებელია მანქანა მისი ღია ფერებში იყოს, თეთრიდან თეთრი ვერცხლისფერი აი ესეთ ფერებში, მაგრამ ესეც აუცილებელი არ არის. უბრალოდ მე-7 მაღალი არკანით ეს ადამიანი ზის თავის საჭესთან, თავის ცხოვრების საჭესთან და წინ მიაქროლებს, აი ხედავთ ორი რაში ყავს, რაღაცა დადებითი მხარეც აქვს მის აი ამ გავარდნილ მოქმედებას და რაღაცა უარყოფითიც აქ არ არის მხოლოდ დადებითი, იმიტომ რომ თეთრი და შავი რაშია და როგორც დადებითი შეიძლება ასევე აპატიეთ გამოწყვეტინეს, ეს ძალიან კარგი ნიშანია იმისთვის, რომ გითხრათ, რომ თქვენსკენ მოდის მისი გეზი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მისი გეზის და საჭის ხართ თქვენ, ასე ვთქვათ, თქვენსკენ ისწრაფვის და თქვენი ურთიერთობის წინსვლისთვის, იმიტომ რომ კალოდის ძირში ისევ არის მაღალი არკანი, მაღალი არკანების ცვენაა თქვენ ურთიერთობაში, რას გიმალავთ? გიმალავთ იმას, რომ წინსვლა და ასე ვთქვათ, რაღაცა სტაბილურობის შემოთავაზება უნდა. შესაძლებელია ის შემოთავაზებაც კი გაგკეთოთ, რომ ჩემი ცოლად გახდიო, თუმცა თქვენ ამის დღესდღეობით შანსები
დანახვის არ გაქვთ, მაგრამ ყველაფერი თქვენ ხელშია, შეძლეს დედოფალი ხართ, ცეცხლოვანი ტემპერამენტი